თია წულუკიანმა რაღაც დემარში მოაწყო ევროპაში. ევროპის რაღაც გაერთიანებიდან ერთობიდან გამოვიდა, რაღაციდან არ გამოვიდა. პარალელურად არაბებს 5 მილიარდ ნახევრად იგივე ხელისუფლებამ, ოცნებამ მიყიდა. ჯერჯერობით არ ვიცით რა მიყიდა. ჩემო მეგობრებო, ოცნების მმართველობის 12 წლის განმავლობაში ნარკოტიკებით გენოციდი მოუწყვეს ქართველებს, კაზინოებით გაზარცვეს, ღამის კლუბებით გარყვნეს, გაზარდეს ლგბტ ტოლერანტი თაობა, კოლექტიური გრიგორიადისები, ასეთები დაზარდეს. და ეროვნული ძალების მიერ ზახილი ბრძოლა იმის თაობაზე, რომ ლგბტ აღლომი, გეი აღლომი მიუღებელია და ასე შემდგომ, რომ ევროპა ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს რაღაციდან გამოდიან. ოცნება გამოდის ევროპის რაღაც გაერთიანებიდან. ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას. ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ ახლა ჩემს ვარაუდს, რა მოხდება ხვალგაზრდ. თუ კი ოცნების პროპაგანდისტები დაიწყებენ საუბარს თავისუფლება, ღირსება, სუვერენიტეტი, რისგან და ვისგან? ევროპიდან და ამერიკიდან რას ლაპარაკობ? ევროპიდან. სადაც თვითონ ძვრებოდნენ 12 წელიწადი. და ამით დააბოლებენ ქართულ საზოგადოებას, თავისუფლება, ღირსება, სუვერენიტეტი და მსგავსი რაღაც ფრაზები. დააბოლებენ რა საზოგადოებას, რა თვითონ ითხოვს, რომ დაბოლდეს. საზოგადოებაშიც არის ამის მოთხოვნილება. არ დაბოლებულან თუ რა? არაფერს არ ისაუბრებენ პარალელურად 5 მილიარდ ნახევრად არაბებს რა მიყიდეს. როგორც 12 წელიწადი მოუნდით, ანუ ერთი თაობა იმის გარკვევას, რომ თურმე დასავლეთი საქართველოს რყნის, ახლა იქ დაიწყო ოცნება ამაზე ლაპარაკი. ერთი 12 წელიწადი როგორც მინიმუმი მოუნდებით იმის გარკვევას, რა მიყიდა ოცნებამ არაბებს 5 მილიარდ ნახევრად. და ჩვენი შვილები, როდესაც ამას გაარკვევენ, თუ კი ვინმე დარჩება კიდე ქართველი საქართველოში, რა თქმა უნდა. თუ კი დარჩება, რაც ფიქრობ, რომ კატასტროფა ველოდება წინ. უკვე საქართველოს როგორც სახელმწიფო აღარ იარსებობს. სამაგიეროდ ეს ელიტა უკვე მოწყობილი ექნება ცხოვრება აბუდაბიში, კოლექტიურ აბუდაბიში, რა თქმა უნდა, იქ დაიწყებენ დაბადების დღეების გადახდას, კოლექტიურ აბუდაბიში, ეს იქნება აზია თუ ევროპა, თუ ნებისმიერ თუ კიდევ ჩრდილოეთი, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მთავარია ქვეყნის გარეთ. ხოლო ქართული სულისკვეთების ადამიანი, როგორც აქამდე იყო ჩაწიყლული, ხვალაც ასე იქნება ჩაწიყლული, თუ კი დარჩა ვინმე ჩასაწიყლი. ჩემო ქართველებო, ევროპა, ანუ დასავლეთის თუ რომ თავდება, ოცნებამ დღეს ახალი უბედურება შემოიტანა საქართველოში. ჩვენ საუკუნეების მანძილზე გარუსება და გაევროპელება კი არ გვემუქრებოდა, გააზიელება გვემუქრებოდა და ეს გვემუქრება დღესაც. ოცნებამ აქ დაიწყო ახლა ფულის კეთება. ჩემო ქართველებო, ვინც დარჩენილი ხართ? ქართველი, არა გვარით, არამედ აზროვნებით. ვინც დარჩენილი ხართ მართლმადიდებლობის ერთგულნი, რაღაც ბრძოლის ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ, უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ. რომ გითხრათ, რომ მასა რამეს გაიგებს და მასა ქვეყანას შეიყვარებს და მასა მსნეობისა და სარწმუნოების ერთგულად, მე უკვე ამის იმედი მეკარგება გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ის მცირე ნაწილიც კი 0% როა დარჩენილი,
მცირე ნაწილიც კი თუკი უფრო აქტიურად იბრძოლებს მაღალი ღმერთის შეწევნით ჩვენ უეჭველი გავიმარჯვეთ ინებოს უფალმა გაგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა ჩემო მეგობრებო და გახსოვდეთ სასოება არ წარიკვეთოთ მიუხედავად ყველაფრისა დაგლოცოთ უფალმა